სიახლეებს გვირდება თუ ახლოესი ერთი კვირა. ფიქრეთ საკუთარ თავზე, ვიდეო აქტუალურია მაშინ, როდესაც შეგხვდებათ, არ აქვს მნიშვნელობა როდის, რა რიცხვში, რა პერიოდში. დავიწყოთ ერთი კვირის განმავლობაში რა ენერგიებში იქნებით. პირად შეურდაგელოდებათ. მოკლედ, ახლოს ერთი კვირის განმავლობაში ზოგად ენერგიები ესეთია. კვირა საკმაოდ რუტინულია. შეიძლება სადმე წასვლა, გადაადგილება, გარკვეული ცვლილება იყოს, უფრო შეიძლება საქმიანი კუთხით იყოს, სამსახურებრივი საკითხები იყოს, მოსაგვარებელი, ყოველდღიური პრობლემებით დაკავდებით ამ კვირაში ესეთი სიტუაცია და ენერგია მოითხოვს თქვენგან, რომ ყოველდღიური წვრილმანები პრობლემები მოაგვაროთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, აქ მასშტაბური ცვლილებების გაკეთება ჯერ ადრეა. შესაძლებელია ვიღაცამ რამე ახალი შეისწავლოთ, ან რაღაცა რთული ძველი სიტუაციიდან წახვიდეთ ახალი უკეთესი სიტუაციისკენ. ცვლილება იქნება, შეიძლება ფიზიკური გადაადგილება იყოს, შეიძლება უბრალოდ ენერგეტიკული, ემოციური რაღაცა ძველიდანახლისკენ გადახვიდეთ, ემოციურად შინაგანი განწყობები, შინაგანი სამყაროთი. აქ შესაძლებელია იყოს სიტუაცია მოითხოვოს, რომ რაღაც მომენტში იყოთ მასწავლებლის როლში და ვიღაცას რაღაცა სწავლოთ და სიტუაცია იყოს, რომ პირიქით მოსწავლის როლში იყო და თავადაც მოგიწევთ რაღაც ახლის შესწავლა, ახალი გამოცდილების მიღება. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, პირად ცოტა გაურკვეველია ამ ერთი კვირის განმავლობაში. აქ ჩანს რაღაცა ძველი ემოციები, წარსულიზე ფიქრები, ცოტა ბუნდოვანებები, დაბნეული ენერგიები გელოდებათ ერთი კვირის განმავლობაში. დასაწყისი კვირის ცოტა გაურკვეველი იქნება, შეიძლება დაწრგუნულებიც ხართ, შეიძლება მოწყენილებიც იყოთ, ემოციური კუთხით არ იცოდეთ რა ქნათ, როგორ მოიქცეთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს დაბნეულობა გამოხვალთ ამ შინაგან დაბნეულობიდან, ამ ნისლიდან, ამ ფურუსიდან ამ ერთი კვირის განმავლობაში და რაღაცა ახალი სასიამოვნო თბილი რბილი ენერგიების შემოვა. შეიძლება ვიღაცის მხრიდან იქცნოთ სასიამოვნო ყურადღება. არ არის აუცილებელი მაინც და მაინც სექსუალური და რაღაც ესეთი ნებათაღელვები იყოს. პირიქით შეიძლება ძალიან მეგობრულადაც დაიწყოს ყველაფერი და საკმაოდ თბილი, ვიღაც მოვიდეს და ისეთი რამე გითხრათ, რომ გაგამხიაროთ, აი ეს სიმძიმიდან ლაღი პოზიტიურ ენერგიებში გადავხვიდეთ, მაგრამ თქვენ საკმაოდ ჩაკეტილები ხართ მაინც ერთი კვირის განმავლობაში პირადში და თითქოს თქვენ თავში, თქვენ ემოციებში, თქვენს ფიქრებში, თქვენს განწყობებში იკარგებით მომდევნო კვირაში პირად ურთიერთობებში. რაც შეეხება ფინანსურ და საქმიან მხარეს, ესე ვიტყობდი რა, შეიძლება რაღაც მოლოდინები გაქვთ ფინანსებში ან საქმეში და მთლად ბოლომდე ის მოლოდინი შეიძლება არ გამართლდეს და ცოტა გულით გწყდება და ცოტა იმედი გიცრუდება თითქოს და უკეთესწელით, მაგრამ ის უკეთესი ვერ მიიღოთ. რაღაცა არჩევანში გხედავთ, რომ იყოთ, ან შეიძლება თუ რამდენიმე სამსახური გქონდეთ ერთად, შეიძლება უბრალოდ რაღაცა სიტუაციას აფასებთ, ღირს არ ღირს, გადავდგა ნაბიჯი არ გადავდგა, საკმაოდ დაკვირვებას მოითხოვს თქვენგან ეს ერთი კვირა ფინანსური საქმიანი კუთხით. როგორ არის იცით ახლა რომ ენერგეტიკულად ამ ერთ კვირას ან რაღაცა ძალიან შინაგან ამბებში ტრიალებთ, შინაგან გადაწყვეტილებებში ხართ, შეიძლება რეალურად რამე ისეთი ძლიერი ცვლილებები კი არ მოხდეს, მაგრამ აი სულ შინაგანი ცვლილებები იყოს, ემოციური, უქცნობიერი, ცოტა გაურკვეველი ენერგიები, ცოტა დაბნეულობები ფინანსებში და კარიერაში, აი საით წავიდეთ, ვერ გაგიგიათ, რაღაც მომავალი რთულად გეჩვენებათ, მაგრამ ხვდებით რომ უნდა დააბალანსოთ რაღაც სიტუაცია, თქვენი მხრიდან საჭიროა გარკვეული მოქმედებაც, მაგრამ შეიძლება დაიღალეთ კიდეც და იღლებოდეთ კიდეც აი ამ კარიერული საქმიანი კუთხით ცოტა მეჩვენება რომ აი მოწყენილი და გადაღლილ ენერგიებში შეიძლება იყოთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ჯანმრთელობაზე ერთი რაც არის, თუ რამე ქრონიკული გაწუხებთ, შეიძლება ქრონიკული დაგიბრუნდეთ ამ პერიოდში, ეს პერიოდი ცოტა გაგიმწვავდეთ ქრონიკული ავადმყოფობების კუთხით. აი, რა ვიცი, ზოგს წნევა, ზოგს სახსრების ტკივილი, მაგალითად, ან რამე ჯანმრთელობის სხვა პრობლემა ახლა აღარ ჩამოვთვლი, ყველამ თქვენ თავს მოარგეთ, რაღაც ქრონიკული პრობლემების გამწვავება შეიძლება იყოს. ემოციური ფონი შეიძლება გქონდეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მომატებული და აი ვიღაცა კონკრეტული პიროვნების გამო ინერვიულოთ და ცოტა აისახოს თქვენს ნერვულ სისტემაზე და დაგაზიანოთ, ანუ ვიღაცა კონკრეტული ადამიანს ვართ, ან უბრალოდ გაემოციური გადაღილობა გქონდეთ ისევ და ისევ. რაც შეეხება რჩევას მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. რჩევა ესეთია.
არ მიიღოთ არანაირი სახის გადაწყვეტილება ამ ერთი კვირის განმავლობაში და ზოგადად მკვეთრ და ისე ძლიერ ცვლილებებს ნუ განახორციელებთ, პირიქით იყავით უფრო საკუთარ თავში, ჩაუღრმავდით საკუთარ ემოციებს, ჩაუღრმავდით რაღაც მომენტში თქვენს თავს მიეცით უფლება იყოთ სუსტები და გამოავლინოთ სისუსტე, თუნდაც ემოციური. თუ გეტირებათ იტიროთ, ანუ გაწმინდა გასუფთავებისთვის კარგი იქნება ემოციური გამოხატვები, ანუ რთული მძიმე ემოციები რომ გამოხატოთ, ბრაზი მაგალითად წყენა, აგრესია, არ შეიძლება რაღაცა გტკივათ და დიდხანს იკავებთ და არ გამოხატავთ და დროა გამოხატოთ, ოღონდ მარტო საკუთარ თავთან და არა ყველას დასანახად. ანუ რაღაც მომენტ შეიძლება თქვენ თავს თხოვთ, რომ იყოთ მუდამ ძლიერები და არ აძლევთ თქვენს თავისუფლებას გამოაჩინოთ სისუსტე და ზოგჯერ საჭიროა რომ ჩვენს თავებში ჩვენვე ვიგრძნოთ, რომ სუსტები ვართ და ვთქვათ, რომ ხო რაღაც სიტუაციაში მე ვერ ვარ ისეთი ძლიერი, მე აქ მიჭირს, მე ვარ სუსტი და არა უშავს. ანუ ესე მიიღოთ რა, ის კი არა რომ არა მე იმდენად დაჭიმული ვარ რომ საერთოდ არ ვიზავო, ესეთ რაღაცები არ გააკეთოთ, უფრო ცუდი იქნება. ნუ ერთი კვირის განმავლობაში და ზოგადადაც რაიმე სერიოზული რადიკალური მოქმედებები და ნაბიჯები არ გინდა. დააკვირდით წარსულს, შეხედეთ წარსულს, ისწავლეთ წარსულ გამოცდილებაზე და დააკვირდით საკუთარ ემოციებს, საქმე გტკივათ, რა გტკივათ და როგორ გაუშვათ ეს ემოციები, ამაზე იმუშავეთ. ან ემოციური სისუფთავე, ან შინაგანად ნეგატიური ბლოკების გათავისუფლებაზე იმუშავეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. თუ მოგეწონათ ვიდეო, შეგიძლიათ დაალაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი გვერდი, პირად კონსულტაციას ჩასაწერად, შეგიძლიათ Facebook მაყურებელმა Facebook გვერდზე მომწეროთ, ან WhatsApp-ზე და Viber-ზე.